პროფესიონალი ფერმერი ხარ და გაინტერესებს რა განსხვავებაა ბოსტნეულის ჰიბრიდულ და გენმოდიფიცირებულ თესლებს შორის. ჰიბრიდული მიღებულია ბუნებრივად დამტორიანების გზით, ხოლო გენმოდიფიცირებული მიღებულია ლაბორატორიულად სხვა გენების შეყვანის მეთოდით. ჰიბრიდული თესლების გამოყენებაში ყველაზე წარმატებული ერთ-ერთი ქართული კომპანია არის პლანტა, აი ეს ქართული ჯიშის შუშა კიტრი, მიღებულია მაღალი ხარისხის თესლისგან, რომელსაც აწარმოებს ებრაული კომპანია ჰაზერა, ეწოდება ამ ჰიბრიდულ თესლს ევოლუცია და იგივე პლანტას მიერ წარმოებული აი ეს ძალიან აპეტიტური პომიდორი მიღებულია ამერიკული კომპანია სემინსის სელექციონერების მიერ გამოყვანილი ჰიბრიდული თესლით, რომელსაც ეწოდება Big Beef-ი. ქართულ ფერმერებს გირჩევთ გამოიყენოთ ჰიბრიდული თესლები, არ შეგეშინეთ, არ არის გენმოდიფიცირებული, დაავადებები გექნებათ ნაკლები, მოსავლიანობა ბევრად უფრო მაღალი, შეგიძლიათ მიიღოთ ადრეულად და იყოთ კომერციულად ბევრად უფრო წარმატებულები, ასე რომ წარმატებები.